მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? რა კარგი სათაურით დავიწყე, ხო? ვის გიყვარვართ და რატომ? ძალიან საინტერესოა. ჩემთვის, თქვენთვის არ ვიცი. ახლა რა მაინტერესებს ახლა? გადავხედე კიდევ ერთი კვირის წინანდელ ვიდეოს, თუ უკვე 10 დღე გავიდა, თუ რა ვიცი, 11 დღე გავიდა. და მოკლედ იქ ბევრი ალაპარაკდა, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ხიზელი ხართ და თვალი გაქვთ და ხედავთ და ყური გაქვთ და გესმით. ძალიან ბევრი კომენტარები იყო, ესე იგი პოზიტიური, ისე რომ ვითარებაში გაერკვნენ ხალხი და იყვნენ რა თქმა უნდა ნასეტკებიც რამდენიმე ადამიანის მიერ დავალებული ახალი შექმნილი Facebook აკაუნტებით რა და ძალიან ბევრი ესეთი აგრესიული კომენტარიც ვნახე, მაგრამ სააკადრისად ვუპასუხე დღეს ახლა აი ამ წუთში და მინდა უთხრა აი ასეთ ხალხს, ისინი გასაგებია რომ თავის სასჯელს მიიღებენ, ვინც მიიღებს და ვინც დაფიქსირდა. ხო და აი იმათი დაგეშილი ნასეტკები, რომლებიც არიან ჩემს საწინააღმდეგოდ განწყობილი ვითომ რამე რო ესმით, წყევლა ამათზე და ძალიან ფრთხილად იყვნენ. ეხლა რაც მაინტერესებს იმ ხალხისგან გავიგო თუ რატომ ვუყვარვარ ხალხს რა. აი ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც პოზიტიურად არის განწყობილი ჩემს მიმართ და ძალიან ბევრი ისწავლა ჩემგან, ძალიან ბევრი მითითება მიიღო. მითითება საერთოდ არ არის ისეთი, რომ ვთქვათ, აი ახლა ეს მე რასაც გეუბნები ის უნდა გააკეთო, არ რჩევა მიიღო, უბრალოდ მითითება რა დებილური სიტყვა არის. ხო, აი მითითება ეს არის, აი ესე გააკეთეს. ეს არის მითითება, თითს რო იშვება. რჩევა არის საერთოდ რანი ჩინი რაც არის, რომ ადამიანს დაანახო ის, რომ აი რაც აქამდე არ ქონდა მას დანახული, საუბრებით, საქციელებით და ასე დაანახო. რჩევა, ამიტომ არის ძალიან კარგი სიტყვა. რანი ჩინ, ენი ვინ, ენიანი. რანი ჩინი და ენი, ხო, ამენით რომ საუბრობ და ამენით რომ ურჩევ ადამიანს, აი ეს ყველაზე საინტერესოა, თუ კი შენ ენით გამოაჩენ მასში რაღაც სხვა პორტალს. პორტალი ახლა ზოგს ეშინია ამ სიტყვის რაღაც პორტალი გონია, რომ იქ სივრცეში შედის და მე დაიკარგება. პორტალი აბსოლუტურად ცნობიერშია, მეგობრებო, ჩვენს გონში არის პორტალები. ხო და როდესაც შენ ახალ პორტალებს უხსნი ადამიანს, მაშინ ჩინში ამყოფებ, უჩენ რაღაცას და აქედან გამომდინარე ალბათ ძალიან ბევრსაც აქვს პირად ვინც მწერს და ვისაც ჯერ კიდევ ეშინია რომ ესე საჯაროდ გამოაჩინოს რომ ჩემთან კონტაქტი აქვს. მინდა რომ თქვენც მოგეცეთ ის სიძლიერე, რომელიც მე მომცა ღმერთმა, მაღალმა ღმერთმა, უფალმა მამაზეციერმა, იესო ქრისტეს მამამ, რომელიც აი პირდაპირ უშიშრად ყველა საკითხში მამხელინებს ნებისმიერ პირს, არის ეს ჩინოვნიკი თუ არის ეს აი სასულიერო პირებში მაღალი იერარქი, ესე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში რომ ჩავსვათ. და ყველას მადლობა მინდა მოვუხადო, ვინც შემნაირი უშიშარია და არ ეშინია საჯაროდ კომენტარების დაწერა იმისათვის, რომ ხალხმა გაიცნოს, რომ მას აქვს კონტაქტი ჩემთან. ძალიან ბევრს ეშინია, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ საქმეს ვეწევი. ვიღაცა მიკითხა, ნეტავისი ნასეტკა არის, ისა ნეტავისი დაქირავებულიაო თუ დავალებას ასრულებსო და მე არაერთხელ გიპასუხეთ, ვის დავალებასაც ვასრულებ, მეგობრებო, მე მართლა დავალებული ვარ და ამ დედამიწაზე ჩამოტვირთული ვარ და ჩამოსული ვარ იმისათვის, რომ შევასრულო ღვთის უზენაესი მამის დავალება. არა იახვესი, მეგობრებო, არა იმ სატანის, რომელ დემურგმაც შემდეგ თავის თავზე თქვა, რომ მე ვარ ღმერთიო და ყველას სისხლისკენ მოუწოდებდა და სისხლის შეწირვისკენ და მათ შორის ქრისტეც მან მოითხოვა, რომ შეეწირათ. ქრისტეს გუშინ ვისაუბრეთ, რომ ჯვარზე თავისი ნებით არ წასულა, ის გააკრეს ჯვარზე, ის არ დამორჩილებულა, ანუ ქრისტე არ დამორჩილდა
უბრალოდ შემდეგ ეს ისე შეფუთეს და ისე გაყიდეს, რომ მთლად დამნაშავეები არ გამოჩენილიყვნენ თვითონ სამღვდელო პირები და ვითომ ეს უნდა მომხდარიყო და ქრისტემ თავისი ნებით შეწირა თავი. ეს არ არის მართალი მეგობრებო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და სირცხვილი. ამისათვის თითოეული ის ადამიანი დაისჯება და მისი მოდგმა და მისი მოდგმის წარმომადგენლობა და მისი ხე მთლიანად გახმება, ვინც ეს შეცვალა, რომ ქრისტე თავისი ნებით მიდის ჯვარზე. არ მიდის ქრისტე თავისი ნებით ჯვარზე მეგობრებო, მას ჯვარზე აცვავენ, მას დასჯიან. იმისათვის რომ მართალი კაცია. ამისათვის მიუხედავად იმისა, რომ მას დასჯიან და მაინც ვერ მოიშორებენ თავიდან და მერე უფრო დიდი ტალღა წამოვა ქრისტიანების, მოიფიქრებენ ძალიან კარგ სქემას, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, როცა ადამიანი ვითარდება ტრანსმუტაციას გადის და ტრანსფორმაციას გადის თავის თავში. რა თქმა უნდა, ბოროტი ძალაც ვითარდება და იმის და შესაბამისად, რომ აი ეს დიდი ტალღა დაიმორჩილოს, შემდეგ ახალ-ახალ ისტორიებს და ახალ-ახალ ზღაპრებს იგონებს ხოლმე და ერთ-ერთი ახალ-ახალი ზღაპარი იყო პავლეს მიერ დაწერილი წერილები, რომლებიც აი პირდაპირ გვეუბნება თავის ნაწერებში იჭრება პავლე, რომ ეს ქრისტეს არ უთქვავს და ქრისტეს საქციელებში ეს არ შეესაბამება ის, რაც მან მოგვაწოდა და დაწერა. რა ამოიღეს რა დაამატეს ეს უკვე მაგათ მოეკითხებათ ახლა ძალიან მალე და ამენით უფალი იესო ქრისტე მალე ჩამოვა და მალე გამოჩნდება თვალხილულად ამ ჩინში და სწორედ ასეთ ხალხს მინდა მადლობა გადაუხადო იმისათვის, რომ თქვენ ჩემს გვერდით იდეგით და ჩემს გვერდით გახართ. არ შეგეშინდათ პეტრესავით, არ დაიმალეთ და ნებისმიერი 12 მოწაფისავით არ დაიმალეთ, არ გაიქეცით, არ გამყიდეთ. მოკლედ ერთი სიტყვით, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს გვერდში იდექით, სრულიად ქრისტეს გვერდში იდექით, რო იცოდეთ, თქვენ გამოიცადეთ ქრისტეს მიერ იმაში, თუ როგორ შეძლებდით ქრისტეს დაცვას და როგორ შეძლებდით იმ მართალი ადამიანის დაცვას, დაინახავდით თუ არა სიმართლეს, ლაპარაკობს თუ არა ეს ადამიანი სიმართლეს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მდგომარეობაში იგდებს თავს როგორც მაშინ ქრისტე ჯარიმების ვითარებაში, რომ საჯარიმოდ ყვირის, პირდაპირ საპატრიარქოსთან მიდის და ამხელს მათ და პირდაპირ მათ მეთაურს ამხელს როგორც ქრისტემ. ნებისმიერი ის ადამიანი, რომელსაც დაინახა რა გზას გავდივარ მე და რომელიც ძალიან ახლოს არის ქრისტეს გზასთან და რომელიც აი უპირობოდ იდექით ჩემს გვერდით, მადლობას გიხდით თქვენ ამისათვის, თქვენ ნამდვილად სიყვარული გაქვთ გულში, თქვენ ნამდვილად ქრისტეს შვილები ხართ, თქვენ გეწოდებათ ქრისტიანები. დანარჩენი ის ადამიანი, რომელიც იმალებოდა რაღაცა Facebook აკაუნტების მიღმა, იმის მართლებით, რომ აი ვერ გწერ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ისა და ეს რაღაცა გაიგოს ჩემმა იმან და ყველანი იცოდეთ, რომ გამოიცადეთ ქრისტეს მიერ და ყველას გიყურებთ ქრისტემ. აბსოლუტურად ყველა ნაბიჯში ხართ თქვენ იმ პოზიციაზე, რომლის პოზიციაზე დაჯდებით არქეტიპულად პეტრესი, სიმონის, თომასი, იუდასი, მაგდალინელის, მარიამის, თუ არქეტიპულად თქვენ დაალაგდებით ისე, რომ თქვენი საქციელების და მიხედვით. ამიტომ დიდი მადლობა ყველას, ვინც მართლად ჭეშმარიტად ითამაშა ეს საოცარი თამაში, რომელიც ქრისტემ დაიწყო და რომელ თამაშის ჩვენ ქრისტეს გავყევით. და გუშინ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქრისტე უკვე დამკვიდრდა ამ დედამიწაზე როგორც პანტოკრატორი, ანუ ყოვლის მპყრობელი, უკვე დამკვიდრებულია, მეგობრებო, თქვენ ნუელით, რომ მოდის და ვიღაცა კიდევ დაიმკვიდრება, უკვე დამკვიდრებულია ქრისტე, უკვე აქ არის და ქრისტეს დანახვა არის სწორედ ეს ცანი გაიხსნება, ხო? რა უნდა გაიხსნას? ცანი უნდა გაიხსნას. ცანი კიდე არის იმის შეცნობა, რომ შენ შეიცნობ, რომ ქრისტე უკვე დამკვიდრებული ამ დედამიწაზე როგორც ყოვლის მპყრობელი, მას ვერავინ ვერ მოერევა და ვერაფერი ვერ გადააგდებს თავისი ტახტიდან, არამედ ტრაწიანი ილია მეორე, არამედ ნებისმიერი ანტიქრისტიანული მოძრაობა, როგორც არის დიდი და დიდი ორგანიზაციები, ვინც აი ეს ტრაწიანი ილია მეორე დასვა აქ,
და ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც ქრისტეს შეეცილება თავის ან გვირგვინში, ან ტახტში, ხო, ტახტში ის ადამიანი უკანასკნელი იქნება, მეგობრებო, რა და ასეთი ერთ-ერთი არის ილია მეორე, რომელიც შეეცილა ქრისტეს თავის ტიტულში, მაგალითად უწმინდეს და უნეტარესობაში და ის აუცილებლად უკანასკნელი იქნება, რამე თუ მისი საქციელებიდან გამომდინარე მას უყვარს პირველობა, მას უსურდა პირველობა, ის იმსახურებდა ხალხს, ის იყენებდა ხალხს, ის შეცდომაში აგდებდა ხალხს, ის ათახსირებდა ხალხს და აწი უკვე იმას წაათრევენ და მიათრევენ იქ, როგორც პეტრეზეა ნათქვამი, სადაც წაგათრევენ, იქ წაგათრევენო რა, შენი არაფერი აღარ გექნებაო და ამიტომ არის ის უკანასკნელი, რომელსაც პირველობა უნდოდა. პირველობა ვისაც უნდოდა, მეგობრებო, და ქრისტეს ვერ ხედავდა, ეს იყო პირველ რიგში, რომელიც წერილებში გვხვდება, ეს არის იალდაბაოთი და შემდეგ სხვადასხვა პატრიარქები, მათ შორის უკანასკნელი ილია მეორე. და აქედან გამომდინარე, მეგობრებო, მე პირადად ძალიან დიდი გზა გავიარე იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მე თავად ჩემს ტყავზე გამომეცა და თუ რა რთული და რა მძიმე გზა გაუვლია ქრისტეს და მინდა გითხრათ, რომ ქრისტე ჯვარს თავისი ნებით არ ეცვა. ქრისტე აცვეს ჯვარს. ქრისტემ გადასცა მამას თავისი ნება. მამამ გამოსცადა ხალხი თუ რისი გამკეთებელი იყო და შემდეგ მათ დაანახეს თავიანთი ეს შმაკისეული სახე, რომელიც პირდაპირ ადამიანს კლავს იმისათვის, რომ სიმართლეს საუბრობს. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მამაზეციერიდან წამოსულია წყევლა სრულიად იმ კაცობრიობაზე, რომელიც ან ქრისტეს ეცილება რამეში და ან კიდე ქრისტეს სახელით საუბრობს და ანტიქრისტია, ასრულებს სრულიად განსხვავებულს ვიდრე ქრისტიანობდა, ყველა ცეცხლით დაიწვება რა, აი წამოსულია უკვე წყევლა და გამოსულია ჩემი პირიდან, ამინ, ამენით იესო ქრისტე, ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც გამოიცადა ამ საკითხებში, გაიწორთნა, ყველამ თავის ტყავზე იწუნია თუ რას ნიშნავს ქრისტეიანობა და თუ კი მან თავისი ცხოვრებისეული წესით არ გაიარა ის, რომ ქრისტეიანი გახდა, ხო დედა? როდის მამა აბა გაიხედე გარეთ, მე მგონი გარეთ დგას. არა. თუ კი მან არ განიცადა თავის ტყავზე, თავის სხეულზე, თავის სულზე ის, რომ ქრისტეიანი გახდა, ის ვერასდროს ვერ უწოდებს თავის და ვერცერთ დროში და ვერცერთ სივრცეში, რომ მას ქრისტიანი ქვია. ამიტომ, მეგობრებო, შემოიღეს ძალიან კარგი ხერხი, თავი ქრისტიანებად კი არ გაასაღეს, მათ მართლმადიდებლები დაირქვეს თავის თავზე და ძალიან ცოდვაში რომ არ ყოფილიყვნენ, რადგან იციან, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მამას საშინელ სამსჯავროზე აქვს და სუნთლად ცოდვაში რომ არ ყოფილიყვნენ და ქრისტეიანებს არ უწოდებდნენ თავისას ყოველ წამს და წუთს და არ იტყუებოდნენ, ტყუილში არ ყოფილიყვნენ, ამიტომ მათ მოიგონეს ასეთი რამ, ზოგმა დაირქვა კათოლიკი, ზოგმა მართლმადიდებელი, ზოგმა ევანგელისტი, ზოგმა პეტრე, ზოგმა პავლე და ქრისტე აბსოლუტურად გვერდზე გადადეს. იმის არ იყოს სახარებაში სულ რამდენიმეჯერ არის ქრისტე მოხსენიებული, პავლე კი უამრავჯერ. ასე რომ ვისი დაწერილი არის ეს წერილი კარგად ჩანს, ვის უნდა თვითგანდიდება კარგად ჩანს, ვის უნდა თვითგანდიდება კარგად ჩანს, რომელიც ვერ გადის ქრისტეს გზას, რომელიც თავის თავზე იბრალებს, რომ არის ქრისტეიანი, მიუხედავად იმისა, რომ ფულის მოყვარულია და ფული და უფალი ძალიან დიდ განსხვავებაშია ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, ყველას თავები დაეჭრებათ ახლა და ამინ, ამენით, მოკლედ ძალიან მაგარი ხალხი ხართ ის, ვინც ქრისტეს ხედავთ, თვალი გაქვთ და ხედავთ, ყური გაქვთ და ისმენთ, პირი გაქვთ და ლაპარაკობთ, ენა გაქვთ და ლაპარაკობთ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენი, ხო,
რა თქმა უნდა ის რომ დაფარულში არსებობდა ესეთი ნათლის ღება რა. ერთ-ერთი ჩემი ნათლული ასე არის მონათლული დაფარულში მონათლა. თუ კი მაგალითად ოჯახის წევრები უარზე არიან რომ შენ მიიღო ქრისტიანობა, ეკლესიამ დაუშვა ასეთი რამ რომ ეს ადამიანი ჩუმად მოინათლოს, აი წარმოიდგინეთ რამხელა არაქრისტიანული საკითხი დაუშვა რა. ჩემი ნათლულია ასეთ მდგომარეობაში. ეს ადამიანი ინათლება ჩუმად დაფარულში, ისე რომ თავის იმის მშობლებმა და ნათესავებმა, ანუ მუსულმანურმა სამყარომ არ გაიგოს ამის შესახებ და არ ჩაქოლოს და აი ამ ადამიანს ამყოფებენ ტყუილში და ყოველ დღიურად უწევს ამ ადამიანს იმის მოტყუება, რომ ქრისტიანია სინამდვილეში და თამაშობს მუსულმანის როლს. აი ამის დაშვება ჯერ რომელმა საეკლესიო წმინდა მამამ ბრჭყალებში ჩასული გადაწყვიტა, ეგ მაინტერესებს და ეგ გაირკვევა და თავი კი არ მოეჭრება, სრულიად გაქრება მისი სული და მეორე ის რომ რა ლაჩრული ქრისტიანობას ასწავლით ადამიანებს, რომლებიც ქრისტეს იღებენ და მერე მალავენო ქრისტიანები არიან. ანუ აი ეს ხომ სრულიად დაუშვებელია რა. ჩემი ძმის მიმართულებით ვამბობ, ესე იგი სერაფიმე ჯოჯუას ეპარქიაში მონათლული არის ერთ-ერთი ესეთი მუსულმანი ქალბატონი და მას ამის გამო ძალიან დიდი შინაგანი ბრძოლები ჰქონდა რომ თვითონ ქრისტიანია და ვერ ამბობს ამას რომ ქრისტიანია, იმიტომ რომ დაფარულში მონათლეს ესეთი შეფარულად მონათლები არსებობსო, როგორც მაშინ არ ვერკვეოდი იმდენად ამ საკითხებში, მაგრამ ძალიან დაბნელებული ვითარება არის აი ეს, რომ ადამიანს შენ ნათლავ ქრისტიანულად, ფიცს ადებინებ და შემდეგ აი ამის გამო რომ ის ქრისტიანია, თავის ოჯახის წევრებს ვერ აღუდგება წინ. როცა ქრისტე გვასწავლის რომ თუ არ დაატოვებ დედას, მამას, შვილს, ქმარს და ნებისმიერს ვინც ჩემთან შეერთებაში გიშლის ხელს, მაშინ ვერ შემომიერთდები შენ. მე აქედან გამომდინარე ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც დაფარულში არის მონათლული, არის ძალიან დიდ ცოდვაში. მან აუცილებლად უნდა განაცხადოს ეს ხმამაღლა, რომ ის არის ქრისტიანი, თუნდაც მოუწიოს მას ჩაქოლვა, თუნდაც. ამენ, ამენ, იესო ქრისტე მედია წერს. ამინ, ამინ. აბა კიდევ რა გაინტერესებთ ჩემთან დაკავშირებით? მეგობრებო, თქვენს ხომ არ გაქვთ კითხვები, ვისი აგენტი ვარ? მე არაერთხელ გითხარით, ვისი აგენტიც ვარ? მე ვარ ქრისტეს აგენტი. ასე რომ აგენტი კი არ ვარ, ქრისტეს ელჩი. ქრისტეს მიერ წარმოგზავნილი ელჩი ვარ ამ დედამიწაზე რა, რო იცოდეთ. თუ ძალიან გაინტერესებთ, ვისი აგენტი ვარ. გულში მიყვარხარ ჩემო ვარდონო თამარ, მადლობა ნინო. ნინო ის ერთ-ერთი გმირია, რომელმაც ვარდისა და დატყვევებული ვარდის ახსნაში ჯვარზე მიიღო მონაწილეობა. კიდევ სხვა ადამიანებთან ერთად. სულ რამდენიმე იყვნენ იქ და ის ადამიანებიც ჩანან. ვისაც თვალი აქვს ხედავს და ვისაც ყური აქვს ისმენს. ნინო გახსოვს, აი იმ დღიდან ძალიან დიდი ცვლილებები დაიწყო, სრულიად საპატრიარქოში და სრულიად ჩემს ცხოვრებაშიც. ნინოს ალბათ შენ ცხოვრებაშიც ნინო, ხო? უკაცრავად, მაგრამ თქვენი ფერის სახეზე ძალიან ფერკუთალი რატომ ხართ?
მარიამ, მე არ ვთვლი, რომ ფერმკრთალი ვარ, მაგრამ თუ ძალიან გაინტერესებს, ექიმისგან დაიღო რეკომენდაცია, მე ვერ გეტყვი. მე ბავშვობიდან ესე ვარ და ესე ვიცნობ ჩემ თავს. ანუ არ მეჩვენება, რომ ფერმკრთალი ვარ. შეიძლება თქვენ გეჩვენებათ. ანუ ფერმკრთალობას ეხლა ნამდვილად არ ვარ ფერმკრთალი, რა ვიცი, ზაგარი მაქვს, მაგარი. მე მიყვარხარ თამარი, იმიტომ რომ ყველაზე მართალი და წირფელი სული ხარ, ყველაზე საიმედო მეგობარი, მასწავლებელი და მოკლედ ერთ-ერთი უფლის საჩუქარი ხარ. ჩემთვის. მადლობა თია, მადლობა. ასევე განვაცხადებ, რომ თიაც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელმაც იმ 3 დღის მანძილზე 21, 22 და 23-ში მიიღო მონაწილეობა ვარდის ახსნაში ჯვრიდან და ასე რომ ყველგან სადაც სულიწმინდამ დაგვიბარა თია იქ იყო. კი ჩემთანაც ნინო მერე შემოგვიერთდა. ანუ ნინო შენთანაც დაიწყო ხო ცვლილებები მას მერე აბა რა იქნებოდა შენი მხელა საქმე გააკეთე. ვერ გადმოგცემთ რამ ხელა ბედნიერებას ვიღებ ქრისტეზე საუბარს ვიხარებდეთ ქრისტეში. მედია დიდი მადლობა, ასევე მადლობა, ამინ, ამინ, ამინ. ასე რომ ჩემო კარგებო, ძალიან კარგი ამბებია ისე რომ სრულიად უნიათო და ესე იგი უნაყოფო ხეები, ანუ ხეები იცით რაც არის, თუ არ იცით გადახედეთ ჩემს ძველ ლაივებს დაახლოებით 1030 ვიდეოამდე მაქვს ჩაწერილი და ვიცი რომ ძალიან დიდი ხანი დაგჭირდებათ იმის გასაცნობად თუ რა საუბრობ, მაგრამ რომ არ ვიმეორო და ერთ წელს რო არ დავდიოდე, თქვენ გადახედეთ ჩემს ძველ ჩანაწერებს, ესე იგი ლიკვიდი დოგმა თამარის ლაიფი და თუ თქვენ ვერ გაიგებთ საკითხებს და ვერ გამომყვებით აზროვნებაში და ვერ გაქაჩავთ ესე რომ თქვა ამ პორტალის გავლაში, მაშინ თქვენ ესე იგი სხვა პორტალია თქვენი და სხვა პორტალში უნდა გაძვრეთ, ხდები, ანუ რომელიღაც პორტალში აუცილებლად უნდა გაძვრეთ და მე გთავაზობთ ქრისტეს პორტალს, ანუ ქრისტე, რომელიც 2000 წლის წინ მოვიდა და თავისი პორტალი გახსნა და რომელ პორტალშიც აი უამრავი ხალხი შეუერთდა ამ 2000 წლის მანძილზე, მათ შორის თქვენს და მეც და დღეს ისეთი საოცარია დროა, რომ ეს ყველა პორტალი იხურება და აწი უკვე გადარჩევა დაიწყება, ვინ გაძვრება და ვინ ვერ გაძვრება ამ პორტალში და ვინ შეუერთდება იმ სინათლეს, რომელიც ქრისტემ მოიტანა. სხვათა შორის მთავარანგელოზი მიხაელი არის მეომარი. ლალი მაისურაძე წერს ნათელი სული ხარო, მადლობა ლალი, გაიხარე. ნათელი სული ნათელ სულს ცნობს, თუმცა ბნელ სულს ნათელი სული ბნელად ეჩვენება და ამიტომაც ძალიან ბევრი ნეგატივია და ძალიან ბევრი ნეგატივის ატანა მოგვიწევს. ატანა, ხდებით? ტანის მუშაობა აქ საჭირო. ტანი კიდე არის ფიზიკური ველი. თუ შენი ფიზიკური ველი გულსისხლძარღვთა სისტემა გაუძლებს აი იმ სიბნელეს, რაც მოედინება შემდეგ სინათლის გამოშვების დროს, აი შენ უკვე ამტანი ხარ, გესმის? ამას ქვია სიტყვა ატანა. და თუ არ ხარ ამტანი, ის კი არა ეხლა რომ გადაცემაში რაღაც დებილობებს რომ გამოიგონებენ და ამტანი რომ დაარქვეს. წარმოგიდგენიათ? არა. აი ეს არის ამტანობაში, როდესაც სინათლეს უშვებ გარეთ სიტყვიერი ენით და იქიდან უკვე მოდის ძალიან ბევრი სიბნელე, რომელსაც შენი სხეული უნდა გაუმკლავდეს, შენი ტანი, შენი გულსისხლძარღვთა სისტემა და გულსისხლძარღვთა სისტემა ყველაზე რთული სამუშაო არის ადამიანის ტანში. ყველაზე რთული. კუჭს დაიმორჩილებ, ვნებებს დაიმორჩილებ, ყველაფერს შესაძლებელია, მაგრამ აი გულსისხლძარღვთა სისტემის დამორჩილება არის ყველაზე რთული, მეგობრებო რა. ვცდილობ გამოვყვე თამარი, იმიტომ რომ წამს თქვენი ცირა, მადლობა, მაგრამ თქვენ უნდა გწამდეთ უფალი იესო ქრისტესი. თქვენ უნდა გწამდეთ იმის, რომ უფალი იესო ქრისტეს სიტყვა იყო ჭეშმარიტად მართალი და თუ კი ჩემი სიტყვები მის სიტყვებს გიხსნით უფრო გაახლოვებთ, მაშინ ამ შემთხვევაში თქვენ გწამთ ქრისტესი.
თამარ ქრისტე თუ თავისინებით არ გააკრეს, რატომ არ შეეწინააღმდეგა თუ საერთოდ არ ყოფილა ჯვარცმა და ეს მოგონილია. როგორ არ შეეწინააღმდეგა მედია. პილატეს ხო ეუბნება. არც მოусმენს პილატე, ვერ მოусმენს და იმიტომ ხო ეუბნება რომ ეს ხალხი ჩემი ხალხი არ არისო. ეს ხალხი რო ჩემი იყოსო, მაშინ ჩემს გვერდით იდგებოდაო. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემას შეეწინააღმდეგა ქრისტე, რომლის გვერდითაც არავინ არ დადგა. ყველა გაიქცა. იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც საჭირო იყო მის გვერდში დგომა, თუნდაც ორი კაცის მაინც, ხო? ყველა გაიქცა და ყველა დაიმალა. ამიტომ მერე გადასცემენ უკვე მის გვერდით რომ დგარიყო სულ ცოტა ორი კაცი, ესე ადვილად ვერ მოექცეოდნენ ქრისტეს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ქრისტე აღმოჩნდა ქალების ანაბარა რა. იმ დღეს ჩემი ქმარი ყვირო და ასურეთლებო რა, ქალები ხართო მარტო, ხუთი კაცი რო დაესია და რო სცემდა ფეხები ხო გაუხმებათ იმათ ჯერ და ქალები ხართო ასურეთლებო. აი პირდაპირ თემაა რა ეს, რომ ქრისტე აღმოჩნდა ქალების ამარა რა. და ქალს იმ პერიოდში არავინ არაფრად არ აგდებდა. ხვდები? და ყველა კაცი გაიძულწა. ეხლა 16 წლის იოანეს რა უნდა ექნა, ხო? ახალგაზრდა იოანეს, რომელიც იქ იდგა, აგერ მართლა ჩემი შვილიც, აგერ 4-5 წლის იოანე ჩემი ქმრის დასახმარებლად მირბოდა, მერე რომ დაეტაკა და წაიქცა. ჩემი ქმარი. აი ეს არის რა. ქრისტეს გვერდში არც ერთი მამაკაცი არ დადგა, რომლისთვისაც დღეს მთელი წირვები მაგათვის მიმდინარეობს. თქვენ აბა წარმოიდგინეთ, ვისთვის მიმდინარეობს წირვები. ქრისტესთვის არა, მეგობრებო რა. ქრისტესთვის არ მიმდინარეობს წირვები. გავიხედავთ ის წმინდანი, პეტრე პავლობის, იმის. რატო? ვინ დაუდგა ქრისტეს მხარში? ერთი ადამიანი დამისახელეთ იმ 12 მოციქულიდან და იმ 50,000 მიმდევრიდან, რომელიც ქრისტეს გვერდში დადგა იმ კონკრეტულ საჭირო მომენტში რა. დამისახელებთ ერთს? ვერ დამისახელებთ, იმიტომ რომ არ იყო. იყო არასრულწლოვანი იოანე და ქალები. აი თემატურად პირდაპირ დღეს ასურეთში ჩვენს კარზე 5 ივლისს გაჟღერდა ეგ ამბავიც რა. და რო ეუბნება პილატეს, რომ ესენი რო ჩემი ხალხი იყვნენ, ჩემს გვერდში იდგებოდნენ, ესე იგი ეწინააღმდეგოდა, ამაზე მეტი შეწინააღმდეგება რაღაცა გინდა, ხალხი კაცი იდგა და ამხელდა. იცით რა შვებოდა? იგინებოდა კი არა, აი ხო ნახეთ როგორ წყევლის ხეს და როგორ მერე წყევლები არ არის შეტანილი, თორე ქრისტე არ ვიცი ხა იმ საქციელებიდან გამომდინარე, როგორც ეკლესიაში მოიქცა, ხო? არ არსებულა რომ მას არ ეჩხუბა გარეთაც რა. მაგრამ ეს დაგვიმალეს, რომ ადამიანებმა მოვთოკოთ ჩვენი ნერვები და არ დავემსგავსოთ ქრისტეს გესმის, რომ ეშინიათ ამ არამზადებს მართლა რა, აი განუვითარებლებს. ესენი არიან ნაკლოვანი განვითარების რაღაცა დეფიციტები, რომლებიც ვერ ერგებიან მაღალ სიხშირეებს. აი ესენი არიან ყველა ის სასულიერო პირი, რომელიც ხელს აწერს იმ დღევანდელ საქციელებს, რაც ეკლესიაში, სამოციქულო ეკლესიაში ხდება, ქრისტეს რო ჭამენ და სვავენ, ქრისტეს რომ ყოველწლიურად ჯვარს აცნევენ და ქრისტეს რომ ეთანხმებიან იმაში, რომ ქრისტე არ დამკვიდრებულა ჯერ დედამიწაზე. წარმოგიდგენია, როცა იმ წამშივე, როდესაც ქრისტე მიდის ამ საქმეზე, კაცობრიობას იხსნის და იმ წამსვე დაიმკვიდრებს ტახტს. გვირგვინსაც მიიღებს, ეკლიანია მისი გვირგვინი, ბუნებრივი და არა ოქროსი და მეტალის და ტახტსაც ის მიიღებს, გესმის? ყველაფერი მაინც არ ვიცით, სიყვარულით არ ვიცი, მაგრამ საინტერესო პერსონაჟი ხართ აქ დედამიწაზე. კესარია წერს. კესარია, თქვენ რატო არ აჩენთ თქვენს სახეს, არც სახელს, არც გვარს? ლალები წერს, მე ხარ სიყვარულიო. მადლობა ლალი. რა საოცრად ხსნით, მადლობა თამრიკო წერს, მადლობა თქვენს ასევე. ლია წერს, ძალიან საინტერესოდ საუბრობთ თამარ და ბევრ რამეში გავერკვიე, დიდება უფალს, ამინ. მადლობა. კაცებიდან მარტო იოანე და ქალები დარჩნენ ბოლომდე, არც ერთი მისი მოსწავლე.
ხო მაგას ვიძახი რომ არავინ არ დაუდგა მხარში თუ რო დადგომოდნენ მხარში იქ ომიც მოხდებოდა და გამარჯვებაც მაგრამ ესე გადმოაკეთეს რომ ეს უნდა მომხდარიყო ჯვარცმა უნდა მომხდარიყო უნდა შეწირულიყო ეგ მხოლოდ იახვეს დაწერილია რა რომ უნდა შეწირულიყო ვინმე მამაზეციერი როგორც თვითონ ქრისტეს ალაპარაკებენ ეგენი და ვერ გამოტვინეს ის რომ ჩვენ მოვიდოდით ამაზე ოდესღაც გონზე ქრისტე ამბობს ჩემი მამა არ მოითხოვს სისხლს არა მოითხოვს თურმე სისხლს წერილებში წერია ვინ ჩემი ფეხების წერილებში წერია ისინი ვინც იახვეს ეთაყვანებოდნენ მაგრამ მანამდე ერთადერთი მართალი კაცი რომელსაც ნამდვილად წერილი აქვს დაწერილი ანგელიოსთა კარნაკით ეს არის ენოქის წიგნი ჰენოქი ქვია მაგას ჰენოხ ქვია მაგრამ მე დაარქვეს ენუქი გადაურქვეს გესმის რომელიღაცა განშტოების ეროვნებებმა ენუქი მაგრამ სინამდვილეში მას ქვია ჰენოხ გესმით ნოეს ბაბუა ხეზე არის საუბარი და საერთოდ მერვე არ გამოითქმება ბოლომდე ხუთი ის გამოითქმება როგორც ამიტომ ენოხ ხდა კიდე იყო რომელი სიტყვას დავკარგეთ ჩვენ ყელიდან წარმოთქმული ქს მსგავსი აი ესე ერქვა ენოქს დღეს ვუწოდებთ ენუქს ორივე ანუ მცდარია ენუქი იმიტომ რომ მართალი არის ენოხ აი ესეთი გამოთქმა ქ აი რაღაცნაირი გამოთქმა გქონდათ ადრე დღეს ალბათ ვერც გამოვთქვათ ეს იყო ღმერთების ისა ყელიდან წამოსული ვერ ვამბობთ დღეს უკვე დავჩლუნგდით მაგ სფეროში და ეს კიდე ჰემეროეს როგორი ინტონაციონად დაეშვას აი ამას თანდათან ღმერთი გაგვიმხელს იმიტომ როდესაც ამბობს შოთა რუსთაველი ღმერთო ერთო ხო იქ პირდაპირ ჰემეროს გამოიყენებს და როდესაც ჰემეროს გამოიყენებს იქ ღმერთი არის საუბარი და აქედან გამომდინარე ჰენოქს ქონდა ღმერთის წინაშე წარდგომი ერთადერთი ადამიანია რომელსაც ღმერთის წინაშე წარდგომის უფლება აქვს მშვიდობა თამარის და შენს და სამშობლოს გულს შემატკივარს ყველას გაიხარე ნინა მოგესალმებით თამარ მართალ სიმართლეს ლაპარაკობ ხო და როდესაც უფალთა უფლის წინაშე წარდგება ჰენოხი ხო ქონდა მას იმის უფლება წარმოიდგინეთ იმის უფლება მოიპოვა ღმერთთან რომ ნოე მაინც გადაერჩინა სხვა ვერავინ ვერ დაჟე აი ის დაცემული ანგელოზები ეხვეწებიან ენოქს რომ ისა ღმერთთან ჩაგვიწყეო საქმეებიო რა მიგვიღოსო ღმერთმაო და ღმერთი ესე წევლის მათ რომ თქვენ ქონდათო იყავითო უკვე აქ და გახვედითო ანუ ვერ შეიგნეთო ვერ შეირგეთო ის რაც გქონდათო რა და აქედან გამომდინარე არც ერთ დაცემულ ანგელოზს არ აპატიებს მერე უფალი მაგრამ და არც ერთ ადამიანს გარდა ნოესა და ნოეს შტოს თუმცა პირდაპირ აფრთხილებს რომ უარესებს იზავენო არ გინდაო მაგრამ უარესებს და მერე ენოქი გვაფრთხილებს ჩვენ რომ მართალია უარესებს იზავენ მართალია ყველაფერი წარიწყმინდება და ასჯერ უარესი დრო დადგება როგორ ვითარცა აი ის პერიოდი როცა ნოეს პერიოდში იყო და ხალხი ერთმანეთს ყიდიდა და აი როგორც დღეს ყიდის ხალხი ფულზე ყველას და ბავშვებს და რა ვიცი რას აღარ აკეთებს ვნებების კორიანტელშია და ამბობს ესეთ რამეს მაგრამო ჩემი წიგნი ჩაუვარდება იმ მართალ ხალხს ხელში ჯერ მხოლოდ ჩემი შვილები ნახავენო ჩემს ნაწერებსო სხვას არავისთან არ მივა ეს ნაწერიო რა მხოლოდ ჩემი შვილები ნახავენ ჩემს ნაწერებსო მათ შორის ერთ-ერთი არის დილმანი ავგუსტ დილმანი რომელმაც ეს ნაწერი ნახა და თვითონ კოპტური ენიდან გადმოთარგმნა და არის ეს კაცი დილმანი ენოქის შვილი ასევე არის ნებისმიერი ის ადამიანი ჩემი შათვლით ენოქის შვილი რომელიც ენოქის წერილს შეეხო და მას ღმერთმა ხელები არ დაამტრია. გესმის? ვერც ერთი ადამიანი ვერ მოკიდებს ხელს ენოქის წიგს, თუ ის ენოქის კაცი არ არის რა, შვილი არ არის. და თუ კი ის ადამიანი ენოქის შვილია, მაშინ ენოქის ნაწერით ის ფულს არ გააკეთებს.
ეს დაიმახსოვრეთ ჩემგან რა. ეხლა რა თქმა უნდა დაიწყეს ენოქის ახან ესე პოპულარული გახდა ეს წიგნი უკვე ბერებიც კითხულობენ ამ წიგნს. დაიწყეს რუსულიდან თარგმნა. რა თქმა უნდა აიღებენ იმ ტექსტებს რომელიც მე უკვე ვთარგმნე გესმის და უღონთ ვნახოთ აბა ამ წიგნს თუ გაყიდიან მაშინ ისინი პირდაპირ ებრძვიან ენოქს. თუ არ გაყიდიან მაშინ ისინიც ენოქის შვილები არიან. მაგრამ საკითხავი არის ერთი რამ რა. დაიმახსოვრეთ ეს ჩემგან კარგად. თუ კი ენოქის წიგნი თარგმნელის მიერ გაიყიდება, აი ახლა პეტრიაშვილი ყიდის თავის წიგნს, მაგრამ პეტრიაშვილი არ ყიდის ენოქის თარგმანს. აი მე პეტრიაშვილისგან თანხა არ მიმიღია გარდა იმ $100-ისა, რომელიც საჩუქრად გადმომცა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, საჩუქრად გადმომცა, რომ იმისათვის რომ შენ ეს ენოქის წიგნი თარგმნე, სამადლობელი არისო, გესმის? არც გაყიდვა არ არის ეს. მაგრამ თუ კი თარგმნელი წიგნს გაყიდის, ენოქის წიგნს გაყიდის და ფულს აიღებს იმაში, ესე იგი ის არ არის ენოქის შვილი, არ არის. ხო, ეხლა რამდენჯერ უნდა თქვა, მეგონი ჩავიხვიე, მაგრამ ეთყობა საჭიროა. თქვენი მოსმენა არ მომბეზრდება, ნეტა ვიყო საქართველოში, მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებოდი. მადლობა მედია. მარტო ეგრეთ წოდებული იაღოველები არ არიან იაღოს ტყვეობაში გაცილებით მეტია დაბრმავებული. ისა მედია შენ გონია მართლმადიდებლები იაღოველებს არ ეკუთვნიან? პირდაპირ თავისი სიტყვებით ამბობს ილია მეორე რომ ღმერთს ორი სახელი აქვს ელ იახვე. ელ იახვე ვინ არის? იაღოვა, იგივე იაღოვა, იახვე, ეჰევაიჰე. ეგ არის 10 სახელით ჩამოთვლილი იაღოვა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც იაღოვა, ეჰევაიჰე, მოიცადე კიდე რა ქვია, ხო, იახვე, ელ რაღაც, ანუ ეხლა 10 ღმერთმა ნუ მახსენებინოს მაგის სახელი რა. როდესაც ცაბაოთი მამაზე ციერი, ანუ ცაბაოთი ნიშნავს მებრძოლს, ხო? ებრაული ენიდან ცაბაოთი ნიშნავს მებრძოლს. თუ არ ვცდები ებრაული ენიდან ან ძველი რომელიღაცა ან ლათინური ენიდან, ლათინური უფრო არ გავს ცაბაოთი არ არის ლათინური. ყოველ შემთხვევაში ეს მნიშვნელობა ცაბაოთი, რომელიც მამაზე ციერის წოდება არის, ხო? ქრისტე რომელზეც საუბრობს. აი მამაზე ციერი არის მებრძოლი, ესე ქვია. თარგმანში არის მებრძოლი. და ის იბრძვის, ანუ ის არ არის ესე დორე და არზის და ეს როგორც ჩვენ გვასწავლია, რომ არაფერს არ აკეთებს ღმერთი თურმე რა. იბრძვის, ის არის მებრძოლი. მას ყავს ასევე თავისი მებრძოლი ლაშქარი, ერთ-ერთი მთავარსარდალი არის მიქაელი ის მთავარანგელოზი და გაბრიელი არ არის მებრძოლი, მეგობრებო, ვიღაცა მოგატყუათ თქვენ. მიქაელი და გაბრიელი ერთ რანგში არ გადიან. მიქაელი არის ხვლით მებრძოლი და გაბრიელი არის ენით მებრძოლი. ოღონდ როგორი მებრძოლი იცი? საჭირო მომენტში საჭირო სიტყვას იტყვის და ჭრის. ეგრევე ახორციელებს იმას. აი თქვენ იცით რომ მარიამ ღვთისმშობელთან მიდის გაბრიელი და ეუბნება რომ აი შენ დაფეხმძიმდები და მარიამ ეუბნება რომ მე კაცი არ ვიცი და როგორ დავფეხმძიმდები და გაბრიელი ეუბნება რომ შენ თუ ნებას მოგცემ ეს ჩვენი საქმეა უკვე რა. ღვთისმშობელი აძლევს ნებას და მაშინვე იმ წამსვე ხორციელდება ეს სიტყვა. იმ წამსვე. ანუ მისი სიტყვა, მის სიტყვას აქვს უძლიერესი ძალა და ერთადერთი ანქელიოსია, რომელსაც აქვს ღმერთის გვერდით დგომის უფლება. ერთადერთი ანქელიოსი. მიქაელს არ აქვს ღმერთის გვერდით დგომის უფლება. მიქაელი იბრძვის ცაბაოთისთვის, მაგრამ გაბრიელი დგას ღმერთის გვერდზე. მას აქვს უფლება რომ დაინახოს ღმერთი. და მისი ხმალაობა მიდის ხმით, ენით. მიქაელის ხმალაობა კი ნამდვილი ხმლით, აი როგორც არის
კი პატრიარქმა აღიარაო იახი ქვია ღმერთო. მე მაქვს ნანახი ჩემი თვალით ეგ ვიდეო. რამდენჯერმე გავაზიარე კიდევაც. ვედის სახელია. არა, ღმერთო ორი სახელია. ვითომ რამე წაუკითხავს რა. საერთოდ ქართული განათლებაც არ ქონია მაგას ეხლა წავიკითხე რა. საქართველოში მაგას სკოლა არ დაუმთავრებია. ქართული არც ერთი განათლება, ჯერ სასულიერო რა განათლება აქვს, არაფერი განათლება მაგას არ აქვს. ლევან პეტრიაშვილი წერს, მე ერთი შეკვრა გაჩუქეთ ამარ ენოქის წიგნი, ამ წიგნის დაბეჭდა საკმაოდ ძვირი დაჯდა. ხო, ლევან, მაგას ვამბობ, შენ იმას არ ყიდი რა, მე რაც მოგეცი. შენ წიგს ყიდი. ანუ იმ წიგში არის ასევე ენოქიც. ნახეთ ღმერთმა როგორ მოაწყო რა ეს რომ ლევანმა დაწერა ზირაქი. ზირაქის წიგნი და იმ პერიოდში, აი ამ პერიოდში მე ვთარგმნიდი ენოქის წიგს. და ლევანმა მთხოვა რომ იქნებ შენ მომაწოდო ეგ შენი ნაწერიო და ამ ჩემ წიგში შევიტანო რა და მე ახლა არ მქონდა იმის თანხები რომ დამებეჭდა წიგნი და ესე გამეჩუქებინა ხალხისთვის. აი ღმერთი არის უზენაესი რა, ძალიან მაგრა იცის როგორ რა გააკეთოს და ლევანმა იმ პერიოდში მთხოვა რომ მორჩები თარგმანს ალბათ მე უკვე მზად მექნებაო ჩემი წიგნიო. და მე უბრალოდ აი ესე ავდექი და ეს ჩემი ნაშრომი გადავეჭი. იმიტომ რომ ეგრე იყო საჭირო რა. ესე იქნებოდა თუ ისე იქნებოდა ლევანი თავის წიგს მაინც გაყიდიდა, ანუ ზირაქს. მაგრამ როგორც ღმერთმა ისურა, მასში მოყვა ენოქიც. რომ ხალხს გაეცნო ეს. გესმის? ხალხს გაეცნო და მისულიყო ეს წერილი, აღთქმულიყო. აი ენოქის სიტყვა, რომელიც წერილის თანახმად მოვიდა ის დრო, რომ მისი ხალხი უკვე დაიმკვიდრებს სამართალს რა. ხო, როგორ წერია კიდე რას მეუბნებიან ლევან, ერთი წუთი. ლევან ძალიან მე ვფიქრობ, რომ შენ ძალიან მაგარი საქმე გააკეთე, იმით რომ საერთოდ დამიკავშირდი, ახლა მე რა ვიცოდი შენ წიგნებს გამოსცემდი, ხო? იმისთვის რომ დამიკავშირდი, მე ის რომ ბოლოში უკვე მე რო გამიჭირდა ძალიან რომ ვეღარ თარგმნიდი, იმიტომ რომ დრო არ მქონდა ფაქტიურად და ენერგია აღარ მქონდა. ლევანმა მომაწოდა ეს ენერგია რომ ბოლომდე მიმეყვანა საქმე და ამასთანავე მეგობრებო რუსულიდან თარგმნიდა ჩვენი მეგობარი თეა რა და ჩვენ ამას ლევანი ამას ანუ ჩემ ტექსტსაც და მის ტექსტსაც ასწორებდა კი არა და ანუ ერთმანეთს რომ დაადარებ, რა ქვია კაცო, მაგ ადარებდა და თუ ვთქვათ კითხვები იყო რომ რუსულში ეს სხვანაირად წერია და გერმანულში, მე ჩვენ ორივეს გვიკავშირდებოდა ლევანი და აი ამაში ეს როგორ წერია დაზუსტებით ადგენდა ლევანი რუსული ტექსტიდან რატომ არის სხვანაირად და გერმანულში რატომ არის სხვანაირად და აი ესეთი დაზუსტებით გამოიცა ენოქის წიგნი, რომელიც ლევან პეტრიაშვილმა თავის ზირაქის წიგში შეიტანა. ამიტომ არ ითვლება ლევან, შენც არ გეთვლება ეს გაყიდვათ რა. შენი წიგნის საფასურს იღებ. ხო, ასე. არამედ ავრცელებს ამ წიგს რომ უფრო მეტი დაიბეჭდოს ტყავის მოიცადე? აკრეწე საკმაოდ ძვირი დაჯდა ასე რომ ლევან პეტრიაშვილი არ ვაჭრობს, არამედ ავრცელებს ამ წიგს რომ უფრო მეტი დაიბეჭდოს, ხო? ხო, მაგას ვამბობ, ტყავის ყდით საკმაოდ ძვირი დაჯდა, სრულიად უსასყიდლოდ გადმოგცემ თამარ. კი, ხო, შენ მე რამდენიმე წიგნი მაჩუქე სრულიად უსასყიდლოდ და აი ძალიან ახლო ადამიანებს დაურიგე მეც სრულიად უსასყიდლოდ რა. და მადლობა იმისთვის რომ აი შენი ხარჯებით მაჩუქე ეს წიგნები რა. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით გამოცემა ფინანსებთან რომ არ ყოფილიყო კავშირში ლევანიც არ გაყიდიდა ალბათ ხო ლალი მეც ეგრე მგონია ჩემი აზრით ძალიან დიდ შრომას დებს ლევანი აი როგორ გითხრა რა შეიძლება ადრე სხვანაირად ფიქრობდა ადრე რაღაცეებში ვერ ვეთანხმებოდით ერთმანეთს მერე შეიცვალა აზრები ანუ განვითარება არ წყდება ხალხო ადამიანებში რომლებიც მაძიებლები არიან
მე თვითონაც მიხვდა იმას რაშიც მე არ ვეთანხმებოდი თვითონაც დაინახა ეს საკითხი მეც გამიხარდა რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ძიებაში ვართ რა ანუ დღეს რომ ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენ ძიებაში ეს ძიება და განვითარება სადამდე მიგუყვანს შენ ხო არ ვიცით ხო აი ახლა მაგალითად მე რომ დავუკვირდე ჩემს მდგომარეობას ან თავიდან საყვარელი გოგო რო გამოვიდი და საყვარელად რომ საუბრობდი YouTube-ზე და მე ვიდეოებს რომ ვჭრიდი და ძალიან ტკბილი სიტყვები და ის და საბოლოო ჯამში ეხლა ვიღაცა ითქვის რომ აი გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე გინება და წყევლა დაიწყო გესმის და მე რას ვიტყოდი იცი აი გამოჩნდა კაცობრიობის ნამდვილი სახე რომ გინება და წყევლა დააწყებინეს ამ საყვარელ გოგოს რომელიც თავიდან ლოცავდა ხალხს რა ვიცი ყველაფერს ცდილობდა რომ გაეცა სიყვარული დარიგებები რჩევები მიეცა ხალხისთვის და გინც საპატრიარქოს უკანალში გამოსმულმა ქაღალდებმა რომლებსაც შეუძლიათ რომ ადამიანებად იქცნენ უпроцент კაცებად და კაცად იქცნენ შემდეგში მომავალში თუ კი გამოფხიზლდებიან გინდ ნებისმიერმა ერისკაცმა გინდ მეზობლებმა ხო აი ამ გოგოს ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს რომ წყევლა დააწყებინეს გესმით აი სახესად გამოჩნდა სრულიად საზოგადოების როგორი ჯანსაღი საზოგადოება არის თურმე ეს საზოგადოება მეგობრებო ეს საზოგადოება თავის სარკეში იყურება როდესაც მე მიყურებს არ უდოდა ის რომელიც ლაპარაკობდა საყვარლად ის გოგო არა ესეთი უფრო ერჩინა რომელიც იწყევლება და პირდაპირ ცეცხლს უშვებს პირიდან რომ მაგათ ხო გაიგეთ ჩემი მეზობელი რომელიც ესე ფალოსისავით უკაცრავად და იდგა იმ ჩხუბში და ხელს არ ანძრევდა არ ვიცი ვის მაგრამ ნეკნები დაუმტვრევიათ მისთვის რა არ ვიცი ვის მაგრამ ალბათ საჭირო იყო საბაუთი ნიშნავს ომის ძალას მეომარს ხო ლევან კი ომის ძალას მეომარს ხო და ესენი კიდე გვეუბნებიან არა ღელდე ქრისტე არ იყო აღელვებული არ იყო აგრესიული აჩმორებენ სრულიად აი ქრისტიანებს რა რომელსაც პირდაპირ გეუბნება ქრისტე განრისხდი თუ უსამართლობას დაინახავ განრისხდი თორე შენ მოკითხავ მაგ ცოდვას ესენი კიდე რა ჩემი საქმეა მე არ მეხება ის მე ესეც ვხედავ ეხლა უსამართლობა რო ხდება ამ დედამიწაზე სრულიად და ესე მართლმადიდებლებს უწოდებენ თავისას კათოლიკებს ევანგელისტებს იქ ზოგი რას უწოდებს და ზოგი რას ხო ასე რომ ჩემო კარგებო იონე რა მოხდა იონე ასე რომ ჩემო კარგებო მე ძალიან მომეწონა ლევან პეტრიაშვილის ბოლო გამოსვლები რომელი ვიდეოებსაც მე შევესწარი პირველი თავი დაბადების პირველი თავი ლალი შენს ამას ახსენებდი ხშირად რა და ჩვენ შიდა საუბრებში ქონია ამაზე საუბარი რომ პირველი თავი არის სულ სხვა და მეორე თავი აბსოლუტურად სხვანაირად იწყება და აი ახლა როგორც ლევანმა გააჟღერა და თვითონაც დააფიქსირა საკითხი მართლა პირველი თავი არის აბსოლუტურად სხვა ღმერთზე საუბარი მეორე თავი არის დაბადების მეორე თავიდან უკვე სულ სხვა ღმერთი იწყებს ლაპარაკს და ვხედავთ რომ როდესაც ქრისტე მოდის პირდაპირ აი ამ მეორე ღმერთს ამხელს რომელიც თავის თავს ღმერთს უწოდებს იახვე და თავის მამაზე საუბრობს, აი იმ პირველ ღმერთზე, რომელმაც კაცი შექმნა და არა ადამიანი. კაცი რომ შექმნა, იმ ღმერთზე საუბრობს რა. აქედან გამომდინარე, ჩემო კარგებო, დაფიქრდით, რას კითხულობთ. ეხლა დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე და ალბათ თქვენ იცით. თინა თინჩეკურიშვილი წერს თამარ მიყვარხარო და მეც მიყვარხარ, იმიტომ რომ გიყვარ. არა, უპირობოდ, იმიტომ რომ არა. მეც მიყვარხარ იესო ქრისტე არ არის ღმერთი ლევან პეტრიაშვილი წერს იესო ქრისტე არის ღმერთის გზავნილი მეგობრებო ღმერთის გზავნილია და მან დაიმკვიდრა მამის მარჯვნივ ტახტი აი ეს არის ნუ ლევან მე ახლა გეტყვი ერთ რამეს რა ახლა მოვისმინე სხვათა შორის გერმანულ კაი არ დაგიმშვიდობებით გავაგზავნებთ ამას გერმანულ მედიაში ესეთი რაღაც გაჟღერდა
არსებობს დაბადების წიგნი. ერთი წუთი? ხო. კი. დაბადების წიგნი არსებობს სიცოცხლის წიგნის შესახებ და ესეთი წიგნი არის, ეხლა გამოვიდა რა, არ ვიცი, ქართულ სივრცეშიც ალბათ მალე გამოვა. რომელიც მოგვითხრობს იმას, რომ ღმერთკაცები ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსნი იყვნენ, რომლებიცაც ჰქონდათ მაშინ ბევრი იყვნენ და დადიოდნენ კაცობრიობაში. მაგრამ ისინი დაცოტავდნენ თანდათან და დღეს რომ აი საკვირველებად მიგვაჩნია რომ ღმერთკაცი დავინახოთ, ხო? ეს იყო ჩვეულებრივი მომენტი. მათ არ ქონდათ ფრთები, მაგრამ დაფრინავდნენ. ნუ ეხლა ჩვენც არ აქვს ფრთები, მაგრამ აგერ თვითფრინავით ხანეთ ადგილიდან მეორეზე გადავფრინდებით. ღმერთმა იცის ისინი რა ტექნოლოგიას ფლობდნენ, ხო? ხო და აქედან გამომდინარე მეგობრებო, ღმერთკაცები, ხო? არ არის გასაკვირი, რომ ისევ გამოჩნდნენ. ყველა ის ადამიანი ღმერთკაცია, ვინც პორტალებში შეაღწია და სხვადასხვა ცნობიერებები გატეხა, რომელიც ვატიკანს აქვს დატყვევებული. მათ შორის ყველა ის ადამიანი, რომელიც მათ შორის მეც, ხო? აბსოლუტურად გვაქვს ჩვენ ამაზე უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტავნებაში გვითვლიან, ქრისტე ხშირად მეთი საუბრობს. ამიტომ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ მეთი ვისაუბროთ. 100%-იანი უფლება გვაქვს, რომ მეთი ვისაუბროთ, გესმის? ხოლო არა იმ მეთი, რომ ჩემი 10, არამედ იმ მეთი, რომელიც საერთო მე არის. მე არის საერთო ნაყინი მომაჭრის ჩემმა ბატკერმა. კაფე ზოგა? ვაუ, შავთ მან. ვაუ. დედიკო, აი ხლა ჩვენს მაყურებელს მიესალმეთ რა. მოდი მიესალმეთ. შენც მიესალმეთ. დიდი მადლობა. გასინჯეთ ცოტა, მიდი, გასინჯე, ოღონდ ყავა არა ნაყინი გასინჯე. ხო, ლევანმა დაწერა რაღაც საბაუთი ნიშნავს ომის ძალას, ხო? იესო არ არის ადამიანური ბუნების სახელი და არა ღმერთის. ღმერთს არ აქვს იესო გამოცხადება 14 ღმერთს სხვა სახელი აქვს. ხო, ამიტომ გახდება მერე იესო ქრისტე. იესო არის სხვა ხორციელი ბუნების ადამიანი, რომელსაც 100%-ით გეთანხმებინება, რომ არის ადამიანი, ადამიანური ბუნების და შემდეგ ხდება ის ქრისტე, რომელიც ასევე არის ტიტული. და მიაღწევს ის ქრისტეს განხრთობას. ქრისტე არის ღმერთკაცი, მიაღწია მან ღმერთკაცობას. ანუ ის ღმერთის მარჯვნივ დაჯდა, როგორც გაბრიელი ღმერთის მარჯვნივ ზის. ეხლა მეგობრებო, კაი, ეხლა დადე აქ? დადე. ეხლა მე გავაგზელებ ჭამას, ხო? მადლობა. ხო, ეხლა რას წერ კიდე, იესო ქრისტე ღმერთი განკაცდა ნიშნავს იმას, რომ მამა ძედ იქცა იესოში, ხო? ღმერთი განკაცდა ნიშნავს იმას, რომ მამა ძედ იქცა იესოში. მისი წილი შევიდა მასში, გესმის? ისა, ლევან, მე ამას ესე აღვიქვავ რა. ჩვენ ყველანი ვიბადებით ღვთისშვილებად. სულ დამავიწყდა ერთ-ერთი ჩემს არ ვიცი ხა უნდა სახელი ვთქვა თუ არა, მაგრამ ესე მოვიხსენებ ერთ-ერთი ჩემს მეგობრებიდან მქონდა ესეთი საუბარი, რომ ჩვენო ადამიანები კი არ უნდა გვერქვასო, ეს დამაკნინებელი არისო. ჩვენ უნდა გვერქვას ღვთისშვილებიო რა. ესე უნდა გვერქვასო და ვეთანხმები 100%-ით, იმიტომ რომ ჩვენ ღვთისშვილები ვართ, როგორც ქრისტე ამბობს, განა არიცით, რომ ღვთისშვილები ხართო? მეგობრებო, თუ არ მიწყენთ ყავასაც მიირთმევ, კარგი? იესო არის ადამიანური ბუნების, ხო, ეს წავიკითხეთ, მეც უპირობოდ იმრავლე, თინა თქვა, მეც უპირობოდ. მადლობა, თინა. ღმერთი სამება არის ერესი, იესო და მამა ერთი ღმერთიაო და რა შუაშია იახვე იესოსთან ან მოსე ქრისტიანი იყო, ამათ ხო არ აკლიათ. ლევან, მე გეთანხმები იმაში, რომ ერთი წუთი დედიკო რა. მე გეთანხმები იმაში, რომ ეს უნდა განვაცალკეოთ რა. ჩვენ ყველანი ერთი ვართ. ყველანი ერთი ნაბერწკვის შვილები ვართ, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ
ჩვენ ღმერთები ვართ დაუსაბამოები, ხო? ჩვენ ვართ დაუსაბამოების ნაწილი, როგორც ქრისტე იყო დაუსაბამოს ნაწილი, იმიტომ რომ ხო მქონდა ჩვენ ძალიან ადრე ამაზე საუბარი ლევან, რომ შენ ხსნიდი იმას, რომ ქრისტე ამბობს, რომ მე მამამ შემქმნაო, რაც შექმნილია ის დაუსაბამო არ არის. აქედან გამომდინარე, მეც მინდა დედიკო რა. წადი შენ სხვა ჭამე თუ მინდა. აღარ არის? აღარ არის? ბოდიშით მეგობრებო გავწყვეტე. მე მიყვარს ნახინი ძალიან. ხო, ლალი, მე მივხვდი მაგას. მივხვდი. როგორ უყვართ ბავშვებსაც ნაყინი, ხო? სულ შემიჭამა ნაყინი რა. ნიკოლოს. ცოდო არ ვარ დედიკო. ამას რო ვიტყვი ხოლმე მაშინვე დაყრია ყველა. ცოდო არ ვარ. არ ვარ დედიკო ცოდო, მოდი ჭამე. რაღაც კოდია ეთყობა რა. ბავშვებში აღვიძებს უმაღლეს ემპათიას, ეს ცოდო არ ვარ, ესე რომ. მადლობა რომ დამეწვიეთ ნახინის ცივყავაზე. ღმერთმა ყველას მოგცეთ სიკეთე. ბიბლიაში წერია რომ იესომ იახვეს შესწირა თავი მსხვერპლად. მაგაზე მაქვს ლევან საუბარი რა. დღეს მქონდა მაგაზე გუშინაც მქონდა საუბარი რომ არ შესწირა და ეს არის აბსოლუტურად ტყუილი თქო რა. მოგონილია ისევ მაგათ მიერ ვინც შეწირეს ქრისტე. ვინც შეიპყრეს და მოკლეს ქრისტე რა. თორე ქრისტეს არავისთვის არ შეუწირავს თავი. ქრისტე ხო ეუბნება პილატეს რომ ამას თქვენ იძახითო, მე კი არ ვიძახი. ყველაფერზე თავის სარკეს ანახებს ქრისტე რა. ხო, მეგობრებო, ეხლა ჩვენ დღეს მივდივართ ეკლესიაზე, ისე უნდა გავაგრძელოთ. ჩამოდის ძალიან საყვარელი პიროვნება, ესე იგი ქუთაისიდან, როგორც ყოველთვის. ვაშკაცები ჩემი მეუღლე და აი ეს ადამიანი, რომელიც ამ ეკლესიის გარემონტებაში იღებენ მონაწილეობას, ტაძრის გარემონტებაში. და ჩვენ ახლა მალე დავასრულებთ ამ საუბარს, იმიტომ რომ მალე მოვა ჩვენი მეგობარი და უნდა ავიდეთ. შეგერგოსო ლალები, მადლობა ლალი. ქრისტე ღმერთის ნაწილი კი არა, მეორე ღმერთია, ეს ჩანს ფსალმუნებშიო. ფსალმუნებში. ანუ სამებაში ხო სამი არიან. ერთი არის მამა ღმერთი, მეორე ღმერთი არის ქრისტე და მესამე ღმერთი არის მესამე ღმერთი ვინ არის სულიწმინდის სახით? სულიწმინდის სახე არ ვიცით ჯერ როგორია. იმიტომ არ ვიცით ჩვენ სულიწმინდის სახე როგორია, რომ ეთყობა ჯერ არ მოუნდომებია მას გამოჩინება. თვალი გამიშტერდა, რაღაცა იტვირთება, ინფორმაცია იტვირთება ეხლა. ჩამოიტვირთა, კაი, ამას მე გავიგებ რა ჩამოიტვირთა, მაგრამ ესე იგი სულიწმინდა ჩვენ ვიცით მამა ღმერთის სახე, არ ვიცით. სახე არ ვიცით მისი. არ მოინდომა გამოჩინება. ძე ღმერთის სახე ვიცით, რამე თუ მოინდომა გამოჩინება მან. და სულიწმინდის სახეც არ ვიცით, რადგან ჯერ არ მოუსურვებია გამოჩინება. არ ვიცი, ალბათ როცა დავიმსახურებთ კაცობრიობა, მაშინ სრულიად რო შევუერთდებით ქრისტეს. მაშინ გამოჩინდება სულიწმინდის სახეც და მამა ღმერთის სახეც. მე ახლა აი ამ წამს ეთყობა ამ წამს ჩამოიტვირთა ეს ინფორმაცია რა. კი, რა თქმა უნდა, მედია სულიწმინდა დედა უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში დედა უნდა იყოს. ქალური საწყისი კი. ლალები წერს ფსალმუნების დამწერებს გააზრებული ქონდათ ვის უგალობდნენო? მე მგონი რომ დავითს ქონდა. დავითი იახვე ღმერთს არ ეთაყვანება მე მგონი რა. მე ვფიქრობ რომ დავითს სულ სხვა ღმერთთან აქვს ურთიერთობა. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გოლიათს ვერ დაამარცხებდა რა. და მე ისევ და ისევ ამ იუდეოლებმა ხო ყველაფერი მიიწევეს, როცა დავით
აღმაშენებელი თვითონ თავისი პირითვე ამბობს, რომ დავითის სისხლის ვარო, დავითის შტო ვარო და დავითის შტო თუ არის დავით აღმაშენებელი, დავით მეფსალმუნეს იერუსალიმში რა უნდა ხალხო იქ, ეხლა ისრაელში სადაც არაფერი დავით მეფსალმუნე არის როგორც ჩანს, სულ სხვა წარმომადგენელი, ვიდრე იახვეს მადიდებლები. ძველი აღთქმის ღმერთები, მოსეს ღმერთის საერთოდ ვინ არის ვერ ხვდები, იმიტომ რომ ისეთ რაღაცეებს ავალებს და ეუბნება, რომ წარმოუდგენელია. საკუთარ თავთან საუბარი რაში დასჭირდა ღმერთს შენი აზრით, როცა აგერ ნათელი თქვა და იქმნა, არავისთვის არ უთქვია მოდი ნათელი შევქმნათო. ის თუ მარტოა საკუთარ, ხო, ლევან, მე მოусმინე შენ მაგ ლაივს და ძალიან მომეწონა. ის თუ მარტო საკუთარ თავს ხო არ ეტყო და შევქმნათო, იტყო და შევქმნიო, ხო, ასეა კი. როგორ არის ჩემი გონიერი? ია, კარგად, მადლობა. შენი რაღაცეები დაგრჩა აქ. სამება თურმე მარტოა, მაგრამ ამავდროულად მრავლობით შეესაუბრება თავის თავს. ხო, ლევან, კი, აი მეგობრებო, ვისაც არ გაქვთ შენ ანახი ლევანის ლაივი, ხო? 1985 წლის გამოშვება, არა, 1985 წლის გამოშვებაა ეს ბიბლია, რომლიდანაც შენ ხელმძღვანელობ და აი მაგ ლაივს უყურეთ ლევან, მეც გავაზიარე სხვათა შორის. ახვედით უკვე ბაკურიანში? ია, არ ვიცი, ვნახოთ, აი ახლა დღეს და ხვალ ლაშად ჩამოდის, რომ იქ ეკლესიაზე მივდივართ, უნდა გავაკეთოთ. მე ახალციხეში ვარ, ხო? მოკითხვა მარის. მოკლედ მეგობრებო, წავედი ახლა მეც, აგერ მანქანა უკვე ჩაირთო და მალე ვემზადებით, რომ ავიდეთ ეკლესიაზე. შეიძლება იქიდანაც ჩაგერთოთ მერე. აბა დროებით.